12 მაისს საქართველოში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. საღმრთო ლიტურგია ჩატარდა გორის საკათედრო ტაძარშიც. დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. ულოცავ დღევანდელ დღეს მთელ საქართველოს, რადგან ის არის საქართველოს პირველი განმანათლებელი, ულოცავ ამ ეპარქიის მღვდელმთავარს მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას. დალოცვლები და გახარებულები გამყოფოთ ღმერთმა. ანდრია პირველწოდებული იყო ქრისტეს პირველი მოციქული, როგორც ვიცით სახარებიდან. ის იყო პეტრეს ძმა, რომელმაც მოიმოწაფა ჩვენი ქვეყანა და არა მარტო ჩვენი ქვეყანა, ის გადაგებდა სლავურ ტომებში და ბოლოს აღესრულა პატრიში საბერძნეთში იქსის ფორმის ჯვარზე. გილოცავ დღევანდელ დღეს, ყველა ანდრიას მიულოცავ დღევანდელ დღეს და განსაკუთრებით კიდევ და კიდევ ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარს მეუფე ანდრიას. წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმინდა ანდრიას მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ეკადაგა. ყველას ულოცავ მთლიანად საქართველოს, ჩვენს მოძმე აფხაზებს, ოსებს და ღმერთმა ანდრია პირველწოდებულმა როგორც შემოიტანა და მთლიან საქართველოში გაერთიანდა, ისე გაერთიანდრეს უსურვებ ყველა ქართველს, ჩვენ სამღვდელოებას, მეუფე ანდრიას, მოძღვარს, მამა ღვთისოს და ყველა სამღვდელოებას, ყველა მთლიან საქართველოს. ღმერთმა მამაშალვას აგერაგბრძანდება და სულ ყველას გილოცავ თქვენც აგრეთვე და მთელ ჟურნალისტებს და ღმერთმა ყველა ჟურნალისტი ღვთის მოშიში და ღვთის მოსიყვარული ამყოფოს და ყველას გილოცავ მრავალ დაესწარით. ყველას გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის დღეს დაესწარით მრავალს, გვფარავდეთ წმინდა ანდრიას ძალა და მადლი. დაესწარით მრავალს. მთელ საქართველოს ვილოცავ დღევანდელ დღეს. პირველ მოწაფეს ჩვენი უფლისა იესო ქრისტეს. შეგვეწიოს ყოველს და დაიცვას ჩვენი სამშობლო. ერს ულოცავ, ჩემ საყვარელ ქალაქს ულოცავ ამ ბედნიერ დღეს. შემწეიყვეს წმინდა ანდრია. დიდ სიკეთეს გვაზიარა ქართველები, ამიტომ მუდამ გვახსოვდეს და მისი გზით ვიაროთ. მრავალ ოჯახში სიკეთე, სიხარული, მშვიდობა, კეთილდღეობა და ქვეყნის გაფრწყინება, რა თქმა უნდა. წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს კი მისი გარდაცვალება. 12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.